ხო, ანუ მისმინე. ესე იგი 90 გრადუს გულისხმობ თუ 45 გრადუს გულისხმობ? ეს არის უკვე კუთხე, ხო? შეერთების 45 გრადუსით რო უერთდება ერთმანეთს რო იკრება რა და 90 გრადუსი ისედაც მოჭრილია. 90 გრადუსი ისედაც გაკეთებულია, მაგრამ თუ დამოკლება გინდა 90 გრადუსი. ანუ ნებისმიერი გონიო, ეხლა ეს არის ფილების საჭრელი პლიტკარეზიდან, ფილების საჭრელი ინსტრუმენტიდან ჩახსნილი უბრალოდ რა და აქ არის აღმნიშვნელი გრადუსების, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის 90 გრადუსი არის აქ. და როგორც გინდა, ანუ სადაც გინდა გაასწორებ, ამ შემთხვევაში როგორ უნდა გაასწორო. ეს არის საუკეთესო. ნუ ეს არის 90, ხო? ეს არის 90 გრადუსიანი და ჩამოჭრაზე კიდე როგორ გაგექცეს დანა, ანუ იჭრება ძალიან იოლად. ეს ახლა მყარი, საკმაოდ მყარი პენოპლასტია. და მაგიდაც უნდა გაჭრა ცოტა რა, მიაყოლა, ოდნავ არა უშავს. ანუ ეს არის 90 გრადუსი და 45 გრადუსი ახლა ის მალე წერტილებს იღებდა რაზმეტკის დროს ჭერიდან. ჭერზე ადებდა და მერე ორ წერტილს უბრალოდ სახაზავით აერთებდა და მერე ჭრიდა, მაგრამ მე აღარ მახსოვს როგორ ადებდა ერთმანეთს რა და იქ ჭერზე. მაგრამ 90 გრადუსი აქ ახლა ეს რო ავიღოთ ჩვენ უბრალოდ 45 გრადუს გულისხმობ. ეს არის 45 გრადუსი აქ. ამაზე. შესაბამისად აქ ახლა აქედან ავიღებ. ახლა ეს არის ბუნდოვანი ყველაფერი, იმიტომ რომ არ არის მყარი. აქ არა მაქვს რა. 45 გრადუს გულისხმობ, მაგალითად თუ ავიღებ აქ ერთ წერტილს. და მერე ეს მაგრამ ეს არის ახლა ძალიან ჩახლარი. ძალიან ჩახლართული თემაა. მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნები, ის იღებდა ორ წერტილს, თვითონ დამეტყვის დროს და აქ და მერე პროსტა ესე ხელით ჭრიდა რა. ამ შემთხვევაში ხელით გაჭრა იქნება უზუსტობა რა. შესაბამისად ორი წერტილი თუ გაქვს, მერე უკვე პრობლემა აღარ არის.
ეს არის 45 გრადუსი. გადავამოწმო. ამიტომ ვერ ვამოწმებ, იმიტომ რომ არ მაქვს გაგრძელება არ მაქვს. ისაბამისად აი ესე შემიძლია გადავამოწმო რა. ანუ ეს რა ვიცი, ეს ინსტრუმენტი მე ისე გამოვიყენე, მაგრამ კიდევ ერთხელ რა იმის დროს, მიდების დროს ანუ მაგალითად აი ამ ორი ცალის აწყობა გინდა 45 გრადუსზე, ხო? ანუ ჯერ ერთსადებდა და ეს არის აი კუთხე. აი კუთხე ჭერის კუთხეა, ხო? ჯერ ერთსადებდა ესე მერე აქ იღებდა ერთ წერტილს. არა, მაგალითად აი აქ ავიღე, ხო? რაღაცა ზომა ავიღე. მერე მივადე მეორე აქ ავიღე ერთი წერტილი და აი აქედან, ხო, მოკლედ აი ამ წერტილებიდან ახლა გამახსენდა წერტილს, ერთ წერტილს იღებდა და მერე წერტილს თვალით აჯენდა კუთხეზე. აი ამ კუთხეზე რა. ახლა უფრო კარგად გამოჩნდება. ანუ წერტილი როცა ქონდა აღებული ნებისმიერ აქ უკვე ხო აქედან აიღებ რა დამეთკავ და შემდეგ უკვე წერტილიდან აჯენდა კუთხეზე. აი და ეს იმინე ჯდებოდა 45 გრადუსი. 45 გრადუსს აკეთებდა რა. მთავარია ეს წერტილი აიყო, პირველი წერტილი. ანუ და პირველი წერტილი როგორც გითხარი. ხო? ნიშნულოვანი ის არის, რომ აგერ ერთი წერტილი და მაგალითად მეორე წერტილი, ხო? აი კიდე ერთი არის აღებული შესაბამისად აქ თავარი არის საწყისი წერტილი აიღო და მერე უკვე კუთხეზე გადმოდიხარ რა. კუთხესთან ასწორებ. კუთხესთან ასწორებს და მერე ხელი ჭრიდა პირდაპირ, ესე ჭრიდა რა. ამაგრებ და და აქედან მერე შეეძლო ცოტა ჩაესწორებინა. ზედმეტი რაც იყო პატარა უზუსტოებები და 45 გრადუსზე, ანუ თუ ამას გულისხმობ, რავი, თუ 45 გრადუსს გულისხმობ, ანუ მიდების წერტილს, ხო, ამ ორი ცალი. აქედან და მაგალითად აი აქედან რო ააწყო. ეს კუთხე რო აიწყოს რა, 90 გრადუსიანი კუთხე. ანუ საჭირო 2-45 გრადუსიანი ჩამონაჭერი. და მთავარია აი ამის სიგანე რა.
ამის სიგანე ძალიან იოლია. ამის სიგანე ხო ვიცი? ამის სიგანე არის 6 და 7 ხო? 6 და 7 აქედან 6 და 7 აქედან უკვე არის შემდეგ ერთი მთავარი ეს საწყისი წერტილი გვაქვს შეიძლება მე აგერ სწორე ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა პირიქით აქედან გვინდა რა ანუ ესე გვინდა ჩამონაჭრელი და იგივეს გავაკეთებ 6 და 7 ხო არის 6 და 7 მაგრამ აქ უკვე ხო აქ პრობლემა გვაქვს იმიტომ რომ აქ კუთხე არ აქვს შესაბამისად კუთხესთან ვერ მიდის კუთხესთან ვერ მიდის და ამ შემთხვევაში კიდე ერთი მეტკა გვინდა ისევ 6 და 7 აქედან 6 და 7 6 და 7 ეს მაგალითად გონიოა ხო იქ მინდა გავიყვანო სწორე არ ვიცი როგორ დავადო ზუსტად აქედან როგორ მეორე მხრიდან იგივე 6 და 7 ხო 6 და 7 ანუ ქვემოთ მინდა ეს წერტილი ავიღო რა აგერ 6 და 7 აღებული მაქვს და აქაც 6 და 7 და შესაბამისად
და ამ შემთხვევაში ეს მხარე გვინდა კედელთან რა. ეს მხარე გვინდა კედელთან ამ შემთხვევაში. და ზუსტად აჯენ ამას რა, იმიტომ რომ ანუ მსხვილი მხარე კედელთან არის. ვიწრო მხარე, უბრალოდ დაბალი მხარე, ან დაბლდება გარეთ რა. ესენი თავარია ეს ორი წერტილი ქონდეს, ანუ სიგანე რა იმისი. რა ქვია? კარნიზის. და შემდეგ უკვე წერტილების დაერთება და ჩაჭრა. რა მე ესე ვფიქრობ რა.